მოგესალმა მოტყუებული დედის საყურადღებოდ. მინდა გავაშხერო ინფორმაცია, რომელიც რასაც ქვია ამოვგლიჯეთ ერთ-ერთ სამშობიაროს მედპერსონალს. გაშვილების ერთ-ერთი სქემა. ჩემნაირი მაგალითი ვისაც გაქვთ. შესაძლოა სხვის кейსშიც იყოს მსგავსი თემა. ამყვანები უკავშირდებოდნენ მედპერსონალს და შესაბამის ადამიანებს, ვინც იყო ჩართული ბავშვების გაშვილების სქემაში. ჩემნაირი მშობიარები ორსულობიდანვე კონსულტაციიდან იყვნენ უკვე ათვალიერებული, ასე რომ პირველი ინფორმაციის მომტანი რომ ორსული იყო და გარკვეულ დროს უნდა დამდგარიყო მშობიარობა, სამშობიარო გინეკოლოგიას მიეწოდებოდა ამ საქმეში ჩართულს, რა თქმა უნდა, ყველაზე არ ვამბობ, მიეწოდებოდა ქალთა კონსულტაციებიდან. მე კიდევ თამამად და ხმამაღლა ვამბობ იმას, რომ მასმევდნენ მაპროვოცირებელ წამლებს მშობიარობა რომ დამწყებოდა ნაადრევად. არავით არის შემანარჩუნებელი, არავით არის და კონსულტაციაზე დავდექი 5 თვის ასაკში ტყუპებზე, არსად კვეთრად გამოხატული ტონუსით, არსად არ გავუშვივარ არანაირ შესანარჩუნებელ გადასხმებზე ჩემს კონსულტაციის გინეკოლოგს, რომელიც ამავდროულად მუშაობდა ხონელიძის მეორე კლინიკაში. შემდეგ უკვე, როდესაც შედიოდა მშობიარეს სახლში, წინასწარ ურეკავდნენ ამყვანებს, ამზადებდნენ და კლინიკაში აწვენდნენ თითქოს და მოსალოდნელი იყო მათი მშობიარობა. ხოლო უკვე ჩვენ ბიოლოგიური დედები, როდესაც შევდიოდით კლინიკაში, რა თქმა უნდა, ჩვენი შვილების გაყვანა ხდებოდა უკვე ამყვანების პალატაში და გატარებული იყვნენ როგორც მშობიარები. ყველა აღზრდელს მოვუწოდებ კიდევ ერთხელ ბოლოჯერ, ვისაც ამგვარი მეთოდით ყავთ აყვანილი შვილები, ბავშვები გამოგვიჩინეთ, თქვენი ფეხით მოდით ჩვენამდე, იმიტომ რომ ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, რომელზეც არანაირად თვალებს არ გავხუჭავ მე პირადად და ყველა ის მოტყუებული დედა, ვისაც ეყოფა გამბედაობა, გამოჩნდება და დამიდგება გვერდით და ვისაც მართლა უნდა იპოვოს მისი შვილი. ბოლოჯერ ვიმეორებ და გეუბნებით, რომ გამოაჩინეთ ჩვენი შვილები, ყველა მიცოდეთ, რომ ხართ თანამონაწილენი, აღარ